ჩემი აზრია ეგეთი, რომ ნუ აწვალებთ მომხმარებელს, რომ მოგწეროთ პირადში, იმიტომ რომ ანუ არასწორია, აღარ მოგწერთ, ანუ თუ დაგიწერათ 100-მა, რომელსაც უნდა დაყიდვა და თუ დაუწერეთ 100 რომ და მომწერე პირადში და გაუჩნეთ კიდე ერთი ბარიერი, იქიდან გადმოვა 50 და იმ 50-დან იყიდეს 20. ანუ ჩემთვის პირადად არის აი ძალიან დიდი წითელი ხაზი ეგ და რომ მიკითხავს ეგეთი პატარა ბიზნესებისთვის ძირთადად არის ხოლმე Instagram page-ები, რომლებიც ამას აკეთებენ, ან Facebook პატარა page-ები, რომლებიც ერთმანეთზე კონკურენტებიან ფასით და მათი პასუხი ამაზე არის, რომ მე არ მინდა რომ გავაჟღერო ჩემი ფასი. მეგობრებო, თუ კონკურენტს უნდა რომ თქვენი ფასი გაიგოს, მოგწერთ მისტიური, როგორც მისტიური მომხმარებელი, ეგრევე ეძახით ხოლმე ჩვენ ეს კვლევების დროს მისტიური მომხმარებელი და მაინც გაიგებს იმ ფასს, რა ფასადაც წყვეტით. ამიტომ ნუ აწვალებთ მომხმარებელს, იმიტომ რომ აი მართლა გეუბნებით, ჩვენთან პატარა გამარტივებაც კი აი გადახდის მეთოდში, ანუ იქვე თუ გამოუჩენ ყიდვას, აი პატარა ცვლილებებიც კი იმხელა გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაუმარტივოთ შეძენა.